წავარდა გაზის პედალი ვაფშე და გავჩერდი შესაბამისად და რა ვიცი, ვთქვი ახლა რომ იქნება როგორმე გავამაგრო ეს, რომ ერთი გავლა კიდე ავიარე. მოგესალმებით მეგობრებო, ამოვედით აღმართის დაძლევაზე დიდგორში, მეორე ეტაპი გვაქვს დღეს. ცოტა ხანში დაიწყება სავარჯიშო გარბენი და მერე გვექნება სავარჯიშოს მერე 3 ჩათვლითი გარბენი. გვაქვს 3 კლასი 2-დან 0-მდე, 2-დან 0-დან 3-დან 0-მდე და 3-დან 0 ზევით, აბსოლუტ კლასი. ტრასის სიგრძე არის 5 კილომეტრი და 555 მეტრი, რომლის რეკორდიც არის 2 წუთი 34 წამი და 6 მიასედი, რაც ეკუთვნის ვანომ ძელუს, აბსოლუტ კლასში. 3-დან 0 კლასში არის 2 წუთი 41 და 1 მიასედი, რაც ეკუთვნის არჩილ ბიძინაშვილს. ხოლო 2-დან 0-მდე კლასში არის 2 წუთი 52 წამი და 5 მიასედი, რაც ჩვენ გვეკუთვნის. რომელიმე კლასში თუ მოიხსნება ეს რეკორდი, ვნახოთ, მოგაწვით ინფორმაციას დღის განმავლობაში, თქვენ კი დარჩით ჩვენთან და ახლის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. გოგა არის წინა წლის აბსოლუტ კლასის გამარჯვებული და წინა ეტაპის გამარჯვებულიც, მაგრამ ამ გზაზე, კონკრეტულად ამ გზაზე, შარშან, ვანომ მოგიგო და იმის მერე რამე გაუძლიერე, ცხენის ძალები მოუმატე, ან ბორბალი, ან სიმსუბუქე რაღაცა. ვანომ შარშან მომიგო. რამდენს თითქმის 3 წამი. თითქმის 3 წამი. ხო. და მაგის მერე პირიქით, ალბათ 1.20 ცხენის ძალით ნაკლები მაქვს რა. ის ტურბინა რაც მეყენა, გამოვიდა მწყობრიდან და სხვა ტური მოგიყენა. ძველი სტანდარტული ტურბინა მიყენია, ხო. არ ვარ ცხენებზე ორიენტირებული. ხო. უფრო მოსახვეებზე ხარ, ხო, ორიენტირებული. ხო, ზოგადად გადავედი იმ სიტუაციაში, რომ მოვდივარ მარტო გასართობად და თუ ამავდროულად გასართობად მოდიხარ, მაგრამ შარშან გართობა არის, ეგ აბსოლუტ კლასის ჩემპიონი გახდი კაცი. გავიგე, მაგრამ შენ ერთობოდი. მე ვერთობოდი, ხო. კაია. იმიტომ რომ საბურავი ისევ ის გაქვს რა შარშან? არა, შარშან საკმაოდ ძველი საბურავები დავდიოდი და წელს მოვახერხე და შევიძინე 2025-ის საბურავებია. მარტო ერთი ვიკენდი აქვს ნასიარულები და ანუ საბურავის ამბავში უკეთესად ხარ რა, მომზადებული ვიდეო. საბურავის ამბავში ვარ უკეთესი. მაშინ სავარაუდოდ შეიძლება ცოტა კიდე დაწვი. ანუ მიუახლოვდი. კი. მოდი. მარტო ვარ. მოდი მაინც შენ ცოტა ჩაგწევე და მაგრამ რა ბაბა. მიშელინებზე დგე ხარ? კი, მიშელინები არის S8 M+. ეს არის საბურავი, რომელიც გამოიყენება უფრო მეტწილად ენდურანსისთვის და ცოტა გვიან თბება. ჯერ არ მქონია ამასთან შეხება, მაგრამ ფაქტია, რომ იმაზე კარგი იქნება ვიდრე 10 წლის წინანდელი მიშელი. ხო, თავისთავად, ახალი ბორბალი მაინც. და ეხლავე უკვე დავაყენე, იმიტომ რომ ბევრი არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სხვა ახალი საბურავი დააყენო რა. ხო. მინდა რომ ცოტა მეტი ინფორმაცია მქონდეს ამის შესახებ რა და ბარემ დავაყენო. ხო, სავარჯიშო გარბენზეც ნახა უკვე რა, რა შვება, როგორ შვება. არა, ძალიან ცუდი გზაა რა. ანუ ეს არის არაფერი არ იმუშავებს რა. ამაზე არაფერი არ იმუშავებს. კაი, ნახოთ. კაია. გასაგებია დროები რა იქნება? დროები? ხო, ნახოთ დროები რა იქნება. შანელთან შედარებით ალბათ ცოტა უფრო უკეთესი რა. ფიქრობ უკეთესი. ხო, მაგას შევთავაზე. მე ვიტყვით, გავაჟღერა. თქვენ წესით უნდა გქონდეს სხვა კლასებშიც ვნახავთ რა დროები იქნება, როგორი იქნება და ვანოს აქვს ძალიან დიდი შანსი. შაკოს აქვს ძალიან დიდი შანსი, ჩემ წინ იყოს. ხო. იმიტომ რომ ორივეს გაცილებით მეტი ცხენი და საბურავების გაცილებით კარგი აქვს, ერთსაც და მეორესაც. შევხედოთ. ყველას წარმატებები. თავარი მშვიდობით ავიაროთ სულ ყველამ და კიდევს გავიყოფთ როგორც მოგცემ. მიშო მოგვიყევი შენ მანქანასთან დაკავშირებით, რა მანქანა არის? გარედან Toyota არის და შიგნით რა ხდება? შიგნიდან ცოტა განსხვავებულია. პირველ რიგში შენს გამომწერებს მივესალმები, მაყურებლებს და ყველას
ვურჩევ რომ გამოიწეროს შენი არხი, ვისაც აინტერესებს ავტოსპორტის შიგნიდან, როგორია ძალიან საინტერესო. განსხვავებულია იმისგან, რაც გარედან ჩანს. რაც შეეხება ჩემ მანქანას, არის Toyota MR-S, იაპონური ვერსია ამას ამერიკა, ევროპაში MR2 Spider-ი ქვია, ეს არის MR-S, იაპონური ვერსია. და ცოტა დიდი ის აქვს ისტორია ამ ავტომობილს. თავიდან გამოვიდა 1.8 ძრავით, ქარხნიდან, Toyota-s ძრავით. იყო 140 ცხენიანი. მე როდესაც შევიძინე IDO 200 ცხენიანი ვერსია, Toyota-s ძრავი ასევე. მე ორი ზეზე, ხო? ორი ზეზე, ერთი ზეზეთი გამოვიდა, იყო ორი ზეზე დასვაფული ვიყიდე უკვე მე. მე რო ეს შევიძინე, პარალელურად შევიძინე Honda Integra DC5. გადავცვალეთ ძრავები, მოკლედ იმის კაოცი ჩავდეთ ამ ავტომობილში. მე ეკაოცი შარშანცი გავაფუჭეთ და ერთი წელი მერე მომუნდი რომ K24 გადავსულიყავი. ეხა არის K24, აქვს 215 ცხენი ზალა აქვს საბურავზე, არის 980 კილო. ძრავზე რა გამოდის? ალბათ 240 მაქსიმუმ, რა 40 ალბათ. ეს ზუსტად არ ვიცი. 215 აქვს საბურავზე, მოკლედ რაც თანამდებობით ვიცი. 980 კილოგრამია და რავი, ფორმაში ვარ ეხა რა. მუხრუჭები შევცვალე წინა ეტაპით, მერე ახალი დისკები და ხუნდები მიხენია, იბისი და ნუ სხვა არაფერი და დაკიდება მაქვს წელს სრულად ახალი რა. ამ დაკიდებით ბევრი არ მივული ეხა წელს პირველი სეზონია, რაც ამ დაკიდებაზე წელის ძალები 24-დან ხო მეტი შეგიძლია მოიყო და რატო არ გაქვს მაქსიმალური გაწოლული ბოლომდე? K24-ებიც არიან ყველაზე დაბალცხენიანი K24. ყველა 300 ცხენებია. კი. ანუ ნუ ფინანსური საკითხი იყო, ცოტა სხვა რაღაცეებშიც ჩავდე ფინანსებით, ან ერთ წელში გამომზადე. გადაანაწილე სხვა რაღაცები. ხო, რა გადუგვა ყველაფერი. არა, სამომავლოდ რომ მოგიდე შეგიძლია 300 ცხენიანი აწყო ხო ნებისმიერი. აი, მაგაც მოსწონს ესეთი მანქანა რა. იმედია ვადეს მეც მეყოლება ესეთი ხო? კი, მაგარი ის არის. შენ გიქავს, მაგრამ უნდა გადუგო ის მანქანა. მოკლედ ნახეთ დროები, როგორც ვარაუდობდით, იმის გამო რომ გზა ძალიან ჭუჭყენი არის, ყველა კლასში, ყველა ლიდერს 3-4 წამით აქვს დრო გაფუჭებული და ჩვენც მათ შორის შაშან 2.52 ქონა ამ გზაზე და ეხლა გვაქვს 2.56. კლასში პირველი დრო გვაქვს, ვლიდერობთ, მაგრამ შაშადალი რეკორდთან ჯერჯერობით ახლოს ვერ მივდივართ. ეხლა ნელ-ნელა კიდე იწმინდება ზოგ ადგილებში წმინდავენ და ასუფთავებენ და ნახოთ რა შევეცდებით კიდე რომ დავწიოთ და ახლოს მივიდეთ შაშანდელ რეკორდთან თუ ვერ გავაუმჯობესებთ დაახლოებით 2.53-2.54-ში მაინც შევეცდებით რომ გავიაროთ რა. რეზი შენი Subaru STI არა ხო? STI არა, VRX-ია. ხო. რაღაცები გაკეთებული მაქვს, turbo მაქვს შეცვლილი. მიახლოებით 280-290 ცხენზე უნდა იყოს ძრავზე. ქარხნულად რამდენია? ქარხნულად 200 რაღაცა რა, ზუსტად არ მახსოვს. 200 რაღაცა. საბურავი რა გაქვს? წინა ექსტრემები ჩამოვიდა გუშინ და გუშინ სიჩქარეში დავაყენე დროის კონჩი და უკანები მქონდა რა, ეს აყენია, ნუ. ეხლა ეს STI-სგან განსხვავებით, გარდა იმისა, რომ ძრავში არის. ძრავში არის ხო სხვაობა რეალურად? ძრავში არის სხვაობა. ტურბოში? ტურბოშიც არის სხვაობა.
მაგის გარდა ხიდებში, დაკიდებაში არაფერი არ მოხსნა. ელერიქსია. და ამას არა აქვს ახლა. თუ არც ბლოკირება არა აქვს. არც ბლოკირება არაფერი უნდა დაუყენო რა. quick steering-ი არა აქვს მაგალითად. ესეა რო გეყიდა არ გეჩვენა? ახლა ამის გაესტიაებას ესე რო ვთქვა. ისე რო იაფია და გიჯდება. მათეს მანქანა იყო ეს რა. ეს გადუგული იყო უკვე და რაღაცეები და ვიფიქრე უკვე მზად რო არის, ნაკლებ დროს დავხარჯავ და უსფათ ვიჩალიჩებ თქო და სიმართლე რო გითხრა, მაინც გამოსილებას ვაგროვებ ჯერჯერობით, მაინც ჯერ ახალი ვარ, 1 წელია არც. ცოტა მიეჩვევი. ხო, მივეჩვევი მანქანას რაღაცას, მე დაუპგრეიდდები, ხო. ან ესტია ეს ხო, ამ იმიტომ რომ EOS. ხა ამასო ხიდები უცალო და გააესტიაიო რა. ხო, არა. გაგიჯდება ხო. მეგონი ეს გაყიდოდა და კი, ამას. კი, გეთახმები. ტორმოზები შეუცვალე. ხო, ეს ტორმოზები ქართულად შეუცვალე. არ ეყენება ხა ამ ხელას კი, კი, ესტია ეს აპორნიარი და Porsche-ს საპორტი რა. ხო. ცოტა მეტი მაინც უჩაბერო, ცოტა ძალა მაინც უქონდეს. შეიძლება უკვე სტოკია აქვს. ძრავი სტოკია. ყველაფერი ეხა ველოდებით უბრალოდ როდის გაპუშტება ძრავი, რომ მე რაღაცეები ვიჩალიჩოთ რა. მე ბარემ ერთი გაფუჭდეს და ბარემ კოკას არა. ხო, რა კოკას რაღაცას ვიჩალიჩოთ. არა, JDM არ garages გაფუჭდეს. ბიჭები. რა ამით მიეჩვი მაშინ ჯობია. მივეჩვევი, მე კი. აწყობ ამე სპეცია აწყო და ეგ იქნება. წარმატებები. აიხარ. ამ წყალი მაქვს მანქანაში. ამოღობობენ ახლა. წყალები და გიჟივით 1-2 საათი. ფაქტ საზოგადოება ხა შენ დრაგიდან გიცნობს უფრო ის 1600 ცხენიზალიანი იმით რო დადიხარ. ჯაბახარით. ცხოველით და აქ რითი გამოდიხარ? რამდენი ცხენი გაქვს? რა მანქანაა? რა ძრავია? მოგვიყევი შენ. აქ გამოვდივარ ჩემი 6 წლის წინ დაძინებული Subaru-თი, რომელსაც ძალიან ცოტა ცხენი აქვს სხვათა შორის. ეხლა გადავაწყეთ ყველაფერი და ეკუმასტერის ჩავდეთ კომპიუტერი, მართვის ბლოკები, რელეები, დეშბორდი, აი სუბთლიანად გადავაწყეთ და ფაქტიურად გუშინ დავამთავრეთ ღამის პირველ საათზე და მე ნიკუშავს თხოვე დინოზე მივედით და აი ლიჯბი რო ევლო დავანასტრეგეთ 247 ცხენი აქვს საბურავზე. ხო და დაბალბუზე გავასწორეთ რომ ლიჯბი იაროს მანქანამ რა, ისე არის გასწორებული. თან რაღაცა ზადების პროცესში ხარ რა, ბოლომდემზად არ არის. ბოლომდემზად კი ზრავი არა. 2-დან 0 გიდევს თუ 2-5. ძრავი დევს კოკა, არის 2-დან 0, ჯერჯერობით სტანდარტი აყენია ყველაფერი დანარჩენი. ეხა ამ შეჯიბრის შემდეგ უკვე შევცვლით ტურბოს, კოლექტორებს, გაგრილებას, ყველაფერს და ნუ ამ ძრავიდან მაქსიმუმს ამოვიღებთ. ალბათ 500-600 ცხენს წავეთამაშებით ამ ძრავით და მე უკვე სხვა გეგმები მაქვს, მე ამ სეზონის ჩავამთავრებთ 2.7-ის სტროკერი უნდა ჩავდო და უკვე იმით მინდა რომ აი სერიოზული კალცოს მანქანა ავაწყო. 1000 არა ალბათ, მაგრამ ისევ 700-800 ცხენი, ოღონდ უფრო დიდი დიაპაზონი ექნება და კალცოს დაბლებიდანვე ექნება. კი. და ტაიმატაკი და აი როგორც პადიომის მანქანა არის, ბოდიკიტი უნდა დავაყენო თავის გიტარებით, ყველაფრით და ანუ ესე ვთქვათ, საპროექტო მანქანები და გასართობი და რაღაცეებით და ქვეშიდან ამოაკრა და ეგეთი გინა, ხო? ანუ გასართობი მანქანა იქნება, რომელზეც ბევრ რაღაცებს ვისწავლი რა. ასე ვთქვათ, 2.7 ის ძრავი უნდა ჩადო. თავის ძრავიდან იწყება სტროკერი, ეს 2.5 ხო არის. Subaru-ზე 2.0, 2.5 და არსება სტროკერი 2.7 რა. ხო. თან აქ არავის არ აქვს, თან მაინტერესებს და მაგას ჩავდებ რა. საინტერესო. ამ ძრავს შევინახავ როგორც ზაპასი ძრავი და იმის ნაწილები მაქვს რაღაცეები. კალინვალიმის ყიდვა მინდა, კალინვალს ვიყიდი და ავაწყობ რა თავის გალუკიანი მიანა, ყველაფერი მაქვს და საბურავი რა გიყენია? საბურავები 17-იანი მიშელინები მიყენია და უნდა გადავიდე 18-იანებზე 300-ებზე შეკვეთილი მაქვს. ეგ უკვე ის 2.7-ზე ხო ალბათ? 300-ებს დავაყენებ, კი. ხო, იმაზე უკვე ეს აღარ ეყოფ. ეს ეხა ამაზე ეხა რო დავაყენო აზრი არა აქვს, ნუ ძალა არ ეყოფა და ყუმბარები, ეხა ყუმბარა გაგვიტყდა. ეხა ამაულაზე ყუმბარა კი, გაგიტყდა? სამი ბორბლით ავიარე ფაქტიურად. მართლა? ვა, რა უნდა? არაფერი მქონდა ყუმბარა შევცვალეთ, მაგრამ ნუ პრობლემაა მანქანების ეგ რა წუნინგოვი მეყენა. ისიც გავტეხე, მე კიდე სხვა წუნინგოვი დავაყენე, ისიც გავტეხე და რა სულ ეს პრობლემა მქონდა, როცა დავდიოდი აგერ 6 და 10 წლის წინ და ეხლა ნელა-ნელა მოვაგვარებ რა, ანუ უფრო ცოტა კარგი ბრენდებიც გამოვიდა, უფრო მეტი გამოცდილებაა და იმათ ვიყიდი რა. შვენიერია. ეს 2.7 ამ სეზონზე მოისწრება? არა, ამ სეზონზე არა. ამ სეზონზე ამ ძრავს გავაკეთებ რა, ამ ძრავის გარე ნაწილს რა. ხო, ანუ ტურბინებს შევცვლი ესა და მაქსიმუმი რაც შეუძლია ალბათ 500 პლუს საბურავზე პრობლემა არ იქნება. საბურავზე 500. საბურავზე 500 პლუსი პრობლემა არ იქნება წესით და მაგითი ვივლი სპირტზე უკვე რა. ო, ძალიან მაგარი იქნება ეგეც. კი. შეიძლება ისეთი მაგარი იყოს ის აღარც მოგიდეს. ბიჭო, არა, აი დაბლები არ ექნება რა. ხო და აი ხა აქ რეტარდერში, იმაში, ამაში ტრეკზე მაგარი იქნება რა, მაგრამ აქ არ ვიცი. არა, ხა ის ბევრად მაგარი იქნება, რასაც შეინძახი. თავისთავად 2.7 მაგარი გამოვა. ხო, ბევრად პეტი თორკი ექნება და დიდი დიაპაზონი. შვენიერია, ძმაო. წარმატებებს გისურვებ. გაიხარე, მადლობა თქვენს ასევე.
ჩავარდა გაზის პედალი ვაფშე და გავჩერდი შესაბამისად და რა ვიცი, ცდილობ ახლა რომ იქნება როგორმე გავამაგრო ეს, რომ ერთი გავლა კიდე ავიარო, ერთი გავლა დაგვრჩა კიდე მესამე. დასკვნითი. მოკლედ მორჩა მესამე გარბენიც როგორც იქნა და დაიდო დროებიც რა დროებს ველოდებოდით და ბოლო ავლაზე მოკლედ მოხსენი მაინც ჩემი საკუთარი რეკორდი 51 და რამდენი იყო ზუსტად? რამდენი არ ვიცი 51 0-ში გავიარე. ანუ წამნახევრით გავაუმჯობესე ჩემი საკუთარი რეკორდი და ამ კლასის რეკორდი ისევე ჩვენი არის. ეხლა იქნება დაჯილდოება და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. შენ კიდე ახლის გამოწერა არ დაგაუწყეს და ნუ გეზარება რილაქსზე ხელის დაჭერა. ასრულდა მეორე ეტაპი, გავიმარჯვეთ კლასში. ტრასის რეკორდთან დაკავშირებით გეტყვით, რომ 3-დან 0-ში და აბსოლუტ კლასში რეკორდები არ შეცვლილა, ისევ ისია როგორც იყო. ჩვენ კლასში შეიცვალა და ჩვენივე რეკორდი ისევ ჩვენ მოხსენით. მინდა აღნიშნო ის ფაქტი, რომ მეორე გავლის დროს ინციდენტი შეგვიმთხვა, რაღაც ტროსი გადაგზო დროსელებიდან და გავჩერდით ბოლის დროს. ჯეკა რა დღეში ხარ? გავჩერდით ბოლის დროს და მინდა მადლობა გადავხადო
დავით ხაჩიძეს, ანელ ფუტკარაძეს და კიდე იყვნენ ბიჭები სამწუხაროდ სახელები და გვარები არ ვიცი დანარჩენის. მომეხამარნენ მაქსიმალურად ჩააძვრა დავითა რა დააბა ხამუთებით როგორღაც გამართეთ ისეთ დონეზე რომ ჩავსულიყავი სტარტის ხაზამდე. მე იქ მამუკამდე ჩვენებმა მოგეხმარნენ და გავაკეთეთ რომ მესამე გავლა გაგვევლო და მაგ გავლით მოვიგეთ სხვათა შორის. და რა ვიცი, დანარჩენად ეგ არის, არხი გამოიწერეთ. დაალაიქეთ ჩვენი ვიდეოები. დარჩენილი არის 3 ეტაპი, 5 ეტაპიდან ჩემპიონატის. ვეცდები დანარჩენი ეტაპების მაქსიმალური შედეგებით დამთავრებას. დროებით გემშვიდობებით.